რამდენიმე დღეში 2014 წელი დასრულდება საქართველოს მოქალაქეების წლის ადამიანის სტატუს ყოველ წელს ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ ადამიანებს ანიჭებენ. ტელეკომპანია თანამგზავრი დაინტერესდა თუ ვის მიიჩნევენ თელავის მოქალაქეები წლის ადამიანად. მოსაზრებები ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება. თელაველთათვის წლის ადამიანებს შორის საქართველოს პატრიარქი, ტელეწამყვანი მაია ასათიანი და ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოხვდნენ. ჩვენი ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი. რატო? პერსპექტივი კარგით მსჯელობს, ზრდილობიანია, სხვა რა უნდა გასალა. მაია ასათიანი. იმიტომ რომ ბევრ ხალხს ეხმარება. რა ვიცი, მე ესე ვფიქრობ. პატრიარქი. მიხეილ სააკაშვილი. რატო? იმიტომ რომ წასულია საქართველოსდან და მაინც ბევრს აკეთებს იმის გულისთვის, რომ კეთილდღეობა იყოს საქართველოში და ცდილობს იმას, რომ მშვიდობა იყოს, მაინც არ ვიცი. რა ვიცი, მე ივანიშვილი ძალიან მიყვარს და რა ვიცი, არ ვიცი, მიყვარს ძალიან. ერაკლე მეფე. რატო? იმიტომ რომ მაგას კარგი არაფერს არ გაუკეთებია საქართველოსთვის. ცოტა ძნელია, რა ვიცი, მე გარკვეული ერთპიროვნებაზე თქვა.